იღუმენი ნიკონი. სულიერი ადამიანია ის, ვინც სულიწმინდა მოიპოვა, ვინც გახდა სულიწმინდის ტაძარი. ტაძარნი ღვთისანი ხართ და სული ღვთისა დამკვიდრებულ არს თქვენ შორის. თუ როგორ უნდა მოიპოვოთ სულიწმინდა, ამის შესახებ გვესაუბრება სახარებაცა და განსაკუთრებით დაწვრილებით წმინდა მამები. ეს თქვენ უნდა იცოდეთ. გეტყვით მხოლოდ სულიერი ადამიანის თვისებების შესახებ, როგორც ამას წმინდა მამები აგვიღწევენ. სულიერი ადამიანი სავსებით განსხვავდება მშვენიერი თუ ხორციელი ადამიანისაგან, რაც აქ თითქმის ერთი და იგივეა. ის არის ახალი ადამიანი, ხოლო მშვენიერი ადამიანი ძველი ადამიანია. რა არის სულიერ ადამიანში ახალი? ყველაფერი, გონება, გული, ნება, მთელი მისი არსება, სხეულიც კი. ახალი სულიერი ადამიანის გონებას ძალუს ჩაწოდეს შორეულ მოვლენებს, წარსულს, ბევრს მომავალსაც, ჩაწოდეს საგანთა და არა მხოლოდ მოვლენათა არსს. დაინახოს ადამიანის სული, ანგელოზები და ეშმაკები, გაიგოს ბევრი რამ სულიერი სამყაროს, იმიერი სამყაროს შესახებ. ჩვენ გონებაი ქრისტესი გვაქვს, ამბობს სულიერი პავლე მოციქული. ახალი ადამიანის გულს ძალუც იგრძნოს ისეთი მდგომარეობა, რომლის შესახებაც მოკლედაა ნათქვამი. თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია და ადამიანის გულს არ გადახდომია. მე დავწერე იგრძნოს, მაგრამ ეს არაა ზუსტი გამონათქვამი. შეიძლება ვთქვათ, განცდა, აღქმა. ეს განცდები დავწერე ეს სიტყვა და შევჩერდი, იმიტომ რომ მას სუბიექტური მნიშვნელობა აქვს. ამიტომ უმჯობესია ვთქვა, გულის მიერ ამის აღთქმა იმდენად სავსეა ნეტარებით, გამოუთქმელი სიხარულით, რომ მთლიანად შეძრავს ადამიანის სულს, აღავსებს მას უფლისადმი, როგორც ამ განცდათა წყაროსადმი, უდიდესი მადლიერების გრძნობით, აღავსებს ღვთისადმი სიყვარულითა და სურვილით, რომ მისთვის დაითმინოს ტანჯვა და განსაცდელი, რათა მადლობა შესწიროს მას, რათა სიყვარულის სანაცვლოდ უჩვენოს უფალს თავისი სიყვარული, რომ არ წაერთვას ეს მადლი. რაი მივაგო უფალსა ყოველისავესთვის, რომელი მომაგო მე. ამგვარად ახალი ადამიანის ნება მთლიანად ღვთისადმი სიყვარულისა და მადლიერებისაკენ ისრაფის, იმის სურვილით, რომ ყოველთვის აღასრულოს არა თავისი, არამედ ღვთის ნება. ერთი სიტყვით, ადამიანი, რომელიც მოიპოვებს სულიწმინდას, სრულიად განახლდება, სხვაგვარი ხდება გონებითაც, გულითაც და ნებითაც. იცვლება სულიერი ადამიანის სხეულიც. ნაწილობრივ იგი ხდება დაცემამდელი ადამიანის სხეულის მსგავსი, რომელსაც აქვს სულიერი აქმისა და მოქმედების უნარი. წყალზე სიარულის, საკვების გარეშე, არსებობის დიდ მანძილზე მომენტალურად გავლის უნარი და ასე შემდეგ. სულიერი მდგომარეობა ადამიანს ისეთ განცდებს ანიჭებს, ისეთ ნეტარებას, რომელსაც პავლე მოციქული ასე გადმოგცემს. ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი, მერმისა მისა თანა, დიდებისა, რომელ გამოჩინებად არსა იჩვენდა მომართ. ხოლო წმინდა სერაფიმე ძველი მამების მსგავსად ასე ამბობს, ადამიანმა რომ იცოდეს იმ ნეტარებათა შესახებ, რომელთაც აქ განიცდის და მით უმეტეს მომავალ ცხოვრებაშიც, მაშინ თანახმა იქნებოდა 1000 წელი ეცხოვრა ორმოში
რომელიც მისი სხეულის მღრღნელი გველებით იქნებოდა სავსე, ოღონდ კი მოეპოვებინა ეს ნეტარება. აი მოკლედ სულიერი ადამიანისა და შესაბამისად სულიერების გაგებასთან დაკავშირებით. ნათლობისა და მირონცხების საიდუმლოთი ადამიანი შეიმოსება ქრისტეთი და სული წმინდით. შემდეგ ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, თავის თავს სახარების მცნებათა და სული წმინდით გაზრდის, ღვთის სასუფევლისათვის გახდება ახალი ადამიანი, იესო ქრისტეს ხატება თუ მთელ ცხოვრებას ძველი ადამიანის მსგავსად გაატარებს. მშვენიერი ადამიანი კი ვერ მიიღებს იმას, რაც სული წმინდისგანაა, იმიტომ რომ ამას სიგიჟე ჩათვლის. ამას ჩვენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხედავთ, რადგან არც ჩვენ და არც ჩვენს გარშემო მყოფნი არა ვართ სულიერნი, ჯერ კიდევ ძველნი ვართ. უმჯობესი ასეთებად ვაღიაროთ თავი. ვიბრძვით, გვინდა სულიერნი ვიყოთ, მაგრამ არ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ამის მისაღწევადაა საჭირო. თუმცა კი ძალგვიც სულიერი ადამიანის დაფასება, მაგრამ არ ძალგვიც მათი შეცნობა და გაგება. სულიერ ადამიანებად მათ სხვისი მოსაზრების გამო მივიჩნევთ და უმეტეს შემთხვევაში ვცდებით. ხორცელი ადამიანი კი შვინივერზე უფრო დაბლა უნდა დავაყენო.